ხელოვნება გზად, მეგობრობა ხიდად. ასე ეწოდებოდა საღამოს, რომელიც საკონცერტო დარბაზ ართულში ქართული ფოლკლორის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა შემოქმედებით ცენტრ სამას ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიება აფხაზეთს მიეძღვნა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ფოლკლორული ჯგუფები მონაწილეობდნენ. საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები. შერიგებისათვის ეს არის მთავარი დევიზი დღევანდელი ჩვენი შეხვედრისა. მე მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორებს, ბავშვები, რომლებიც ამ კონცერტში მონაწილეობენ, კიდევ ერთხელ დაფიქრებიან, რატომ აფხაზეთი და გასცემენ პასუხს ალბათ მათი მშობლები, თვითონაც რომ იმიტომ რომ ეს დღეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორია, რომელიც აუცილებლად იქნება ისევ საქართველოს შემადგენლობაში და აფხაზები დაგვიბრუნდებიან ჩვენ და ქართველები დაბრუნდებით აფხაზეთში. საღამო ეძღვნება აფხაზეთს, სადაც მონაწილეობს მთელი რეგიონები, ყველა მარტო აფხაზეთი არა, აქ არის აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და მთელი საქართველოს მოიცავს ფაქტიურად ეს ღონისძიება. ყოველ წუთს, ყოველ წამს, ყოველ კვირა უნდა ვახსენოთ ხალხს, რომ აფხაზეთი დასაბრუნებელი. თუ ერთად არ მოვიდომეთ დაბრუნება ყველა. თუნდაც ხელოვანმა სპორტსმენმა თუ ქიმიკოსმა თუ ფიზიკოსმა რამიშველობა ვერ დავიბრუნებთ და უფრო გაიწელება ეს დრო და იქნება ძალიან მძიმე. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, მათი მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ არსებობს დროებით დაკარგული ტერიტორიები და რომ ხელოვნებას საზღვარი და ენობრივი ბარიერი ვერ აბრკოლებს.